ალბათონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩემ შემდეგ ეპიზოდში, რომელშიც პირველად მოხდება ისე, რომ ჩვენ ვისაუბრებთ სერიოზულ თემაზე და არ ვიხუმრებთ. ვეცდებით ვიხუმროთ, მაგრამ გონება არ მაქვს გადართული ხუმრობებზე, გონება მაქვს გადართული სერიოზულ თემაზე. ასე რომ, რამდენად გამომივა ხუმრობა არ ვიცი, ასე რომ, ოდნავ მოწყენილი, მოსაწყენი ეპიზოდი გამოგვივა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ჩემი გამომწერებისთვის. რომლებმაც დამიკომენტარეს წინა ეპიზოდზე, რომ მიშა, აი აქამდე სულ ვღადაობდი შენ ვიდეოებზე, მაგრამ ეს ხუმრობა ძმაო მეტის მეტი იყო, ეს ხუმრობა მეტის მეტი იყო. ასე რომ მინდა მაგ ადამიანებს გაგესაუბროთ. ეხლა TikTok-ზე ნეგატიურ კომენტარებს რა თქმა უნდა შეჩვეული ვარ, წელიწად ნახევარია უკვე და აბსოლუტურად ყველას ვაიგნორებდი, მაგრამ რადგან YouTube-ზე გადმოვედი და ძლივს შევკარი რაღაც ბაზა ამ 10,000 მაყურებლის, რომლებსაც აი აბსოლუტურად გაფასებთ და მინდა რომ გააგრძელოთ ჩემი ყურება და რადგან ამდენმა ზრდასრულმა ადამიანმა, ჩემ მაყურებლები ხართ ხალხო 30 წელი პლუსი და რადგანაც ამდენმა ზრდასრულმა ადამიანმა დააკომენტარეთ რომ აი მიშა აქამდე მეცინებოდა, მაგრამ ეს ხუმრობა მეტის მეტი იყო, გადავწყვიტე რომ ზოგადად ავხსნა ერთხელ და სამუდამოდ როგორ მივიღოთ ზოგადად იუმორი, იმიტომ რომ მესმის თქვენთვის უცხოა ესეთი იუმორი, როდესაც მაგალითად მე ვხუმრობ ქმრის და შვილის დაჩაქუჩებაზე. მეგობრებო, მოდი მე მინდა დავიწყო ერთ-ერთი მაგალითით, რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა. არაფერი ისეთ ტრაგიკულს არ გიყვებით, უბრალოდ იუმორის კუთხით რა. მოგლედ მე ძალიან ბევრ stand-up კომიკს უყურებდი ბავშვობაში, ეხლაც უყურებ, მაგრამ ბავშვობაშიც უყურებდი. ხოდა ბავშვობაში რომ უყურებდი ერთ-ერთი კონკრეტულად არ მახსოვს ვენ იყო, დიდი ალბათობით Louis CK იქნებოდა, რადგან მაგას აქვს ხოლმე ყველაზე მწვავე და ისეთი ხუმრობები რა და აი მაგ ადამიანს ვუსმენდი და ვუყურებდი აბსოლუტურად ყველა ვიდეო და ყველა ხუმრობა მქონდა ნანახი რამოდენიმე წლის მანძილზე და მერე იხუმრა ერთ-ერთი რაღაც არ ვიცი, ან ძაღლების, ან კატების წამებაზე მოკლედ რა და ეგრო იხუმრა, მეთქი ამის დედა ისე ვიცინოდი, კაც თურმე კატების წამება უყვარს და ძაღლების წამება და მე ამ კაცზე ვიცინოდი და მოკლედ აი მართლა იმდენად გადამეკეტა და იმდენად გაუბრაზდი, რომ მართლა დავანებე რა თავი მაგ ადამიანის ყურებას და მერე გადის რამოდენიმე წელი გავხდი, რა ვიცი 9 წლის უკვე აზროვნება გამივითარდა არა, კაი 9 წელს არა. ალბათ ერთი 5-6 წელში რა, ერთი 22-23 წელს გავხდი და გამივითარდა უკვე აზროვნება და არ ვიცი საიდან, როგორ, რა მომენტში, მაგრამ დავფიქრდი იმაზე, რომ ბიჭო, მეთქი 99%-ზე მეცინებოდა, ხო, რასაც ყვებოდა ეს ადამიანი. ყველაფერს ხვდებოდი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს რასაც იძახის იმიტომ, რომ მე გამაცინოს და ჩემნაირი მაყურებლები გააცინოს. და უცებ რომ მიდგა საქმე აი კატების და ძაღლების წამებაზე, მეთქი ბიჭო, ეს თურმე კატებს და ძაღლებს აწამებს. და იმას დავფიქრდი, რომ იქნებ ამაზე სხვა ადამიანებს ეცინებათ და მე უბრალოდ ეს ხუმრობა გავუმაზე, ამ ხუმრობას ვერ მივხვდი, რადგან ჩემთან ახლოსაა გულთან. და იქნებ ის 99%, რაზეც მე მეცინებოდა, სხვა ადამიანებთან იყო ახლოს გულთან. მაგაზე ვფიქრობდი? არ ვფიქრობდი, რადგან ჩემთან არ იყო ახლოს და იმაზე ვიცინოდი ყველაფერს და ეხა მე რაც შემეხო, მაგის გამო ამ კაცის დედავატირე? ხო და მაგის მერე გავაგრძელე ჩვეულებრივად მაგ ადამიანის ყურება. იმიტომ რომ მივხვდი, რომ 100% არის ხუმრობა და ზოგ რაღაცაზე ერთ ადამიანს ეცინება და მეორეს წყინს, ზოგ რაღაცაზე მეორე ადამიანს ეცინება და პირველს წყინს. ხო და თქვენც ხართ ეგრე, ჩემო მეგობრებო. აქამდე წელიწად ნახევარი რომ იცინოდით, ყველგან რომ გამოწერილი ყავართ, მაგიტომ გიხსნით მართლა რომ ყველგან გამოწერილი ყავართ, ყველგან ხარს მიჭერთ, მაგრამ ეხლა რატომღაც გაჩნდეთ რომ მიშა აი წელიწად ნახევარი გიყურებ და ეს ზედმეტი იყო. არაფერი არ იყო მეგობრებო ზედმეტი, მაგაში დამერწმუნეთ, ზედმეტი იყო კონკრეტულად თქვენთვის. თორემ სხვა ადამიანებმა იცინეს და თქვენ რაზეც იცინოდით აქამდე, ის იქნებ იმ ადამიანებისთვის იყო ზედმეტი. მიხვდით? დაჯდა ჯაჭვი.
ხო და მოკლედ მართლა მაგაშია საქმე რა, თქვენ რაც გწყინთ, მეგობრებო, კი ბატონო, თქვენ გეწყინოთ, მაგრამ გაიაზრეთ, რომ ესეც არის ჩვეულებრივი ხუმრობა. ან თუ წინა ვიდეოზე გეცინებოდათ, წინა ვიდეო ვიღაცას ეწყინა. ეს ვიდეო თქვენ გეწყინათ. კი ბატონო, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ იმას ნუ იწყებთ, რომ აი ეს ვიდეო მე მეწყინა პირადად და ასე რომ დამპალი კაცი ხარ და ცუდი ადამიანი ხარ. არა, ცუდი ადამიანი არ ვარ. თუ აქამდე არ ვიყავი ცუდი ადამიანი, დღესაც არ ვარ ცუდი ადამიანი. უბრალოდ თქვენ გეწყინათ რაღაც. ეს არის თქვენი გადასაწყვეტი, თქვენ რა გეწყინებათ და თქვენ რას მიიღებთ საწყენად და თქვენ რას მიიტანთ გულთან ახლოს. მე უბრალოდ ვსაუბრობ, აი ესე. და ვხუმრობ, აი ესე. და თქვენ აქედან რაღაც მონაკვეთს ამოიღებთ, თქვენთან გულთან ახლოს მიიგავთ და აი ეს მე მეწყინა, ესე იგი შენ ნაბოზარი ხარ, მიშა. არა, მეგობრებო, არ ვარ ნაბოზარი, უბრალოდ თქვენ გადაწყვიტეთ თქვენ გონებაში, რომ თქვენ გწყენოდათ და მე ნუმაბრალებთ. გავიგეთ? გავიგეთ. ხო, არა, სულ ეს არ იყო. მოდი გავაგრძელოთ ეხა იმ ადამიანებზე, რომლებიც გულით მირჩევთ ხოლმე, რომ მიშა ამ თემაზე არ იღადაო, მიშა იმ თემაზე იღადავებ. რაღაცა მოგივა, რაღაც დაგემართება, ვიღაც მოგკლავს, ვიღაც დაგაჩაქუჩებს ქუჩაში. მეგობრებო, ეს ყველაფერი მე გათვალისწინებული მაქვს და გააზრებული მაქვს. ასე რომ ამაზე ძალიან გთხოვთ, ზრუნავთ, იმიტომ რომ რა აზრი აქვს რომ იზრუნოთ თქვენ? აი, რამე რომ მომივიდეს, თქვენ გირეკავთ, თქვენ გაწუხებთ, თუ რა ხდება? თქვენ არ გირეკავთ, თქვენ არ გაწუხებთ, ასე რომ უბრალოდ ჩემ ვიდეოებზე ერთადერთი მოთხოვნა მეგნება და ერთადერთი თხოვნა რომ გაერთეთ. გეცინებათ? გაიცინეთ. არ გეცინებათ? დაწერეთ რომ არ მეცინება, არ არის საცილო. იმას ნუ წერთ რომ აი აქამდე კარგი კაცი მეგონე და თურმე ცუდი კაცი ყოფ. ბიჭო 40 წლის ხალხი ხართ. 16 წლის ბავშვი რომ მიწერს მაგას, ეგრევე ვბლოკავ. იცით რამდენი ადამიანი მყავს დაბლოკილი? ნახევარი საქართველოს დაბლოკილია. მაგიტომ მყავს 10000 გამომწერი, რომ აბსოლუტურად ყველას ვბლოკავ, ვისაც შევატყობ, რომ ბავშვია. თორემ მეც ვიქნებოდი ახლა რომ ან მაყურებლები რომ ჭირდებოდეს ბავშვები, ახლა მეც დავჯდებოდი აქ და აბა მეგობრებო, რომელი შაურმა უფრო ცხარია? გავსინჯოთ, ეს შაურმა უფრო ცხარია თუ ეს შაურმა? ჭამოთ სანამ წრემლები არ წამოგუვა. მერე ჩემ მეგობართან გადავალ გადაცემაში და იმას ვაჭმევ და ვნახავთ, რომელი უფრო იტირებს პირველი. დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. კიდია 10000 გამომწერი მყავხართ, რომლებსაც გაფასებთ და მაგიტომ ვწერამ ვიდეოს. ასე რომ ნუ გამიტარაკეთ ხალხო, რომ მიშა ვიღაცა მოგკლავს, მიშა ვიღაცა დაგჭრის, მიშა ეს მეწყინა, ის მეწყინა. ზრდასრული ხალხი ხართ, ბიჭო, ყველა შვილები გყავთ ლამის. შვილებთან ერთად მიყურებთ ზოგიერთი, ხო ვიცი არა, რომ და პირიქით მადლობელი ვარ, რომ შვილებთან ერთად მიყურებთ და შვილებს მარტო არ აჩვენებთ ჩემ ვიდეოებს. ხო ვიცი რა ასაკისაც ხართ და მიიღეთ სწორად, მესმის რომ თქვენთვის ეს ახალია. როდესაც ადამიანი ესეთ თემებზე ხუმრობს. მესმის რომ თქვენ ქართულ YouTube-ზე შეჩვეული ხართ, რომ აბა საეჭო კაცი დღეს რამდენ ციცაკას შეჭამს და რამდენ ციცაკაზე წამოუვა ცრემლები ოქტოპუსთან ერთად. შემდეგ გადაცემაში იხილეთ, საეჭო კაცი მივა ოქტოპუსთან და იქ შეჭამს შაურმას. შემდეგ გადაცემაში Hungry Man-ი და ოქტოპუსი მივლენ საეჭო კაცთან და იქ შეჭამენ ცხარე საჭმელს. ვნახოთ, ვის უფრო წამოუვა ცრემლები. Like, subscribe. ხო ხვდებით, რომ არ მაინტერესებს ეს 100000 და 200000 ნახვები, როდესაც მაგას უდრის, ეგეთ მაყურებლებს უდრის. მაგიტომ გიხსნით და მაგიტომ გიწერთ ამ ვიდეოს, რომ მიიღეთ ყველა ჩემი ხუმრობა, ბიჭო, და რაც არ არის მისაღები, გაატარეთ. ესე იგი თქვენ პირად გულში არ ჯდება ეს, მაგრამ სხვის გულში ჯდება და ნუ ატარაკებთ კომენტარებში იმაზე, რომ მიშა აქამდე მომწონდი და ეხა აღარ მომწოხარ. ბიჭო, აქამდე თუ მოგწონდი, ისევ მოგწონ ვარ და დამშვიდდი. უბრალოდ ეს ერთი კონკრეტული ხუმრობა არ იყო შენთვის. გაატარე. შემდეგ ვიდეოს უყურე და ისევ მოგეწონები. всё. თუ არ და ეს თუ გწყინთ, მეგობრებო, რა ვიცი, მართლა უამრავი არჩევანია, წაბრძანდით, უყურეთ სხვა იუთუბერებს და
დააკომენტარეთ თავიდანვე, აბა ამ სამი ადამიანიდან ვინ უფრო გაუძლებს ცხარე საკვებს და მაგითი იხალისეთ. ღმერთი თქვენსკენ. ღმერთმა გიშველოთ.